ანის შემდეგი კითხვა იყო ხვალ რომ ოცნებამ შეასრულოს მთავარი დაპირება, ოპოზიცია მოიგებს თუ არა არჩევნებს. სავარაუდოდ მთავარ დაპირებაში იგულისხმება არჩევნების მოგება. ანის აზრით თუ ჩატარდება ნორმალური არჩევნები, ოპოზიცია გაიმარჯვებს, რაშიც მე ნაწილობრივ მეთანხმები, მაგრამ მე ესეთ კითხვას დავსვამ. იმსახურებს ოპოზიცია გამარჯვებას? ანუ მოდით სერიოზულად ვილაპარაკოთ. ოცნებას ამდენი შეცდომა რომ არ დაიშვა, საერთოდ ესეთი მასშტაბური გამოსვლები იქნებოდა თუ არა. ანუ ოპოზიცია რომელიც არაფერს არ აკეთებს იმისთვის რომ არჩევნები მოიგოს და მხოლოდ იმის იმედი აქვს რომ ქართული ოცნება უკვე ისეთ შეცდომას დაუშვებს რომ აბსოლუტურად ყველა ამომრჩეველი ზურგს აქცევს, ესეთი ოპოზიცია იმსახურებს გამარჯვებას? მე არ ამგონია. მოდით ახლა შევაჯამოთ რაც მოვისმენთ. მოდი პირდაპირ ვიტყვი რომ ძალიან ძნელია აქ გამარჯვებულის ამორჩევა. ბადოს უბრალოდ ჯერ შეუძლია ოპოზიციის და ქოცების კრიტიკა, იმიტომ რომ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო ჯერ, მაგრამ ქალბატონ ანისთან მაქვს უამრავი შეკითხვა და ნაციონალურ მოძრაობასთანაც. ის არგუმენტი რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს საკმარისი რესურსი რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ქართულ ოცნებას, მუშაობს იმ დროს, როცა შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებ. არ მინდა რომ გავმეორდე, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში არ უმუშავებს საიტი, სადაც წესით მე უნდა გავიცნო პარტიის წევრები და უნდა გავიცნო პარტიის სამომავლო მიზნები, არ მუშაობს. თუმცა საარჩევნო ბუკლეტი ესე გამოიყურება და კიდევ რაც ყველაზე მეტად მიშლის ნერვებს. ის რომ ლანცვა კრიტიკა და თითების გაშვერა ორივე მხარეს ძალიან კარგად გამოსდის. მაგრამ როცა საქმეზე მიდის და უნდა ახსნან თუ როგორ გეგმავენ პრობლემების მოგვარებას, ვერც ერთი მხარე პასუხს ვერ გვცემს და თუ გვცემს, ვადოს მაგალითს მოვიყვან და მის ჩემი აზრით აბსურდულ იდეას, რომ აქციზების გაუქმებით ბენზინის ფასი დაიწევს, არ ამგონია რომ ხარისხიანად და კარგად აგვიხსნას ვადოს პარტიამ თუ როგორ გეგმავს ამ იდეის რეალიზაციას. სამწუხაროდ ამ დებატებში ვადო იმარჯვებს მხოლოდ თავისი ოპონენტის შეცდომების გამო და არა მისი ძლიერი კონტრარგუმენტების დახმარებით. მოკლედ მეგობრებო, საბოლოოდ ესეთი ვიდეო გამომივიდა. თუ მოგეწონათ ფორმატი, დაწერეთ კომენტარებში და რაც მთავარია, დაწერეთ თქვენი აზრი, თუ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და დალაიქება. ასევე არ დაგავიწყდეთ ჩემი Discord სერვერი, მანდ რეგულარულად გვექნება დებატები და დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე. გავარჩევთ ახალ ამბებს და ასე შემდეგ. მე გეშვიდობებით და იმედია გვეშველება რამე.